1492 წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 79 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა მარიას მორიგემეს ზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. ვიცა! დავშვით იარდნები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. ავყავით! Salud, amigos. Salud. Tangi marjos. Amajova, შემობატო. Amajova. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. ტიტლიგანები კიდე დადევენ ერთმანეთს. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა, მადლ. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავართ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა, გენაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაუჯერებელი ყოფილ ხარ შენაგათო. იქნება პურის სხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინ ხარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინ ხარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ვალა. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ბიკენტი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვართ. რაჭველები? ნიდან შეიძლება. კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში!
რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კავკასიონის ქედსა ჩრდილოეთიდან და სვანეთს, იმერეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დანარჩენი სამი მხრიდან. რაჭა მთიანი ქვეყანაა. ზემო და ქვემო რაჭა. სწორია მეგობრის შენიშვნა. მართლაც რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში მთები უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო რაჭაში. ამაში თქვენს ადვილად დარწმუნდებით თუ ყურადღებით დააკვირდებით რელიეფს. მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს რაჭის მშვენიერებაში. მთების გარდა აქ ბევრია სუფთა ჰაერი. ჩვენს დროში ეს ხომ სიმდიდრეა. ნახეთ. აქ ბევრია თვალწარმტაცი ხეობები, ტყეები, სწრაფი მდინარეები, ისეთი კამკამა წმინდა წყლით, რომ დაჯერებაც ძნელია. ალპიური მინდვრები, წყაროები, ჩანჩქერები და სამკურნალო მინერალური წყლები. ერთ რამეში არ გამომართლათ მხოლოდ რაჭველებს. აქ ძალიან ცოტაა სახნავი მიწა. რადგან მიწა ცოტაა, რაჭველები ერთადერთნი ქართველთაგან ძველი დროიდან სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე მიემგზავრებოდნენ საშუალებას. ამიტომ იყო, რომ ამერიკაშიც ესპანელებზე ადრე აღმოჩნდნენ და სარწმუნო წყაროების მიხედვით თვით ქრისტეფორე კოლუმბს შოთის პურებით მიეგებდნენ. მათ ეს ისტორიული ფაქტი ფოტოზე აღბეჭდეს და შთამომავლობას შემოუნახეს. რაჭველები პრაქტიკული ხალხია, მაგრამ არც იმდენად, რომ უცხო მხარეს ფეხის მოკიდება შეძლებოდათ, ან და ღმერთმა დაგვიფაროს გამდიდრებული ყვნენ კიდეც. ასე რომ, მათ დიდი ხანია მიატოვეს შორეული ქვეყნები, ცხოვრობენ ახლა საქართველოს დიდ ქალაქებში და მისტირიან რაჭას. თუ წინათ რაჭველები კარგ დურგლებად, ზარეულებად, ხაბაზებად და მტირთავებად ითვლებოდნენ, ახლა მათ შორის იმდენი მეცნიერია, რომ სურვილისამებრ შეიძლება გაიხსნას რაჭის მეცნიერებათა აკადემია. 18 აკადემიკოსი, 72 მეცნიერებათა დოქტორი, 222 კანდიდატი, გეოლოგები, ენათმეცნიერები, ფიზიკოსები, აგრონომები, მათემატიკოსები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, 2 მეხანძრე, და ერთი სასწრაფო დახმარების მძღოლი. თუმცა ავიანები ამბობენ, რომ დედა იმერელი ჰყავსო. ვახუშტი ბატონიშვილი. ნახოთ რა წერს რაჭველებზე ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, გეოგრაფი და რუკების შემდგენელი. რაჭა კაცანი ტანოვანი, ხნენი, ბრძოლასა შემართებულნი, ძლიერნი, უსაქციო ქალნი მშვენიერნი, მქცევნი და მეურნენი. გმადლობთ. არა. ნახვამთ. რაჭველები მღერია. ამ სიმღერას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. იქნებ ბოლოს და ბოლოს ფილმის დასასრულამდე გავარკვიოთ, რა დაუბარა რაჭველებს წერეთელმა. გავიდეთ გარეთ. შეხედეთ? ნამდვილი რაჭველი. ხედავთ როგორ ზის. წყნარად, აუღელებლად, ფიქრიანად. ასე მხოლოდ რაჭველ კაცს შეუძლია, სხვას არ არის. მეგობარო, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ.
ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ფიქრობთ? 17. გასაგებია. 17. მადლობთ. რა 17? ვერ გავიგე? უნდა ვკითხო. ლაპატიეთ, რას ნიშნავს ეს მაგიური რიცხვი 17? ხო ვერ მეტყვით, გეთაყვა. 18. არა! 18. არა, ძმაო, ეს რაჭველი არ იყო, არა! აი ესენი კი, ნამდვილი რაჭველები არიან. სიდარბაისლით, სიდინჯით, სიკეთით, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი. საწყენია, მაგრამ იყო დრო, როცა რაჭველებს მოგრძალებით რომ ვთქვათ, დინჯად მოაზროვნე ხალხად თვლიდნენ. მათ უამრავ წყვილს უგორნებდნენ დაახლოებით ასეთი ხასიათისას. ეს მოხდა ძველად, 100, 200, 300 წლის წინათ. აი ამ მოედანზე სიკვდილ მისჯილები გამოიყვანეს. სიცოცხლე შეუნარჩუნებ იმას, ვინც რაჭვას გააცინებს. მეგრელი! ყველაზე თითო ხანძიფავ. აფრიკაში შემენადირების ერთი სამაგათო ისტორია რომ მოგიყვეთ. თუ შეიძლება. მე დაჟანიდი მე ვარ თქვენ სამაგათოები. რატომ გინდა ბიჭო შევისებრე იმაი და მაით. ერთი ტყუიად მაინც გეცილე ბიჭო. შევედით კაში და ასკედა. პრაკადი. იმერელი! ჰაი! ჰაპ! 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 ახელი!
გაგაცინა ჩემო მარტოს. მეგრელის მონახულმა ნადირობა ამ თემაზე თანამედროვე ანეკდოტების ბევრია. აი რამდენიმე მათგანი. სად არის? რასეძებ? რა ჭვილები? მადარები. რომელი მატარებელი გინდა? რიონის. ოსი ზოთია რაც თავიდა მატარებელი ოსი ზოთია. წასულა. ხედავ ვიგენდი. კიდე კარგი ვირბინეთ, თორემ მთელი საათი დავიგვიანებდით. გადახტეთ. 10-მდე დაითვლი. ამას გამოკაჭავ. პარაშუტი გაიხსნება, გაიგე? რა არის ა გაუგებარი? დაითვლი 10-მდე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე, გაიხსნა, გაიგე? აბა წავედით. აბა წავედით. ხომ გახსოვთ? ერთი. ათი. აბატონო. მარგოზა, რა არის თუ იცი? მიდი კაცო. აუცი ბიჭო, ცოტა ზეით. აძე. მარგოზა, მიდი. კაცერდი ერთი წუთი შეგაცო. მარგოზა, რა იყო? რაღაცა მინდა გითხრა კაცო. გადროს ლაპარაკია შეგაცო. მარგოზა, რატო გაჩერდი? რაღაც მინდოდა მეთქვა. მიდი. ჰე? აუცი. მოიცადა შეგაცო, ერთი წუთი არ შეგიძლია რომ ამის მირო შეგაცო. ათი ზეით და მე ვილაპარაკოთ. ჩერდები.
მოდის. დადგი მეშვიდე არ. აღარა გინდოდა გეთქვა, გისმენ ახლა, ვიკენდი. რა, სადარბაზო შეგვეშალა ხო იცი? ყველა ანეკდოტი რაჭველებზე აგებულია მათ გულუბრყვილობასა და სიდინჯეზე. ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. საწინააღმდეგო მოსაზრების დასამტკიცებლად რაჭველებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მარათონულ სირბილში აბიბო სირბილაძის წინააღმდეგ გამოიყვანეს სპორტ საზოგადოება პიშჩევიკის ნაკრების წევრი. პირველი თანრიგის შეფმზარეული აფრასიონ მალაქიასძე რაჭველიშვილი. ჩვენ ვესწრებით საუკუნის ამ სუპერმარათონის სტარტს, რომელიც იწყება აქ ჩვენთან რაჭაში, ქალაქ ონში, მოედანზე, მდინარე რიონზე გადებულ ხიდთან. სტარტზე. მოემზადეთ. ყურადღება. Რაღაც უცდი. ელაირი მილიარდეიღა. ხანაოფლიანები. არა ჩქარდე. აბა ყვილად წამოვისყეთ ამგვარი რამე. არაა ჩვენი საქმე სირბილში გაჯიბრება. თვითონ რატომ არ არის ჩვენი საქმე? არის ჰაგი. უდამ ვაი. საით გარბიხართ რაჭველებო? მოგდან კაცი. ვერ ახედავ. რას გარბიხართ თქვენ ამდენი ხართ? ეგენი კი ორნი. შეგვარებდით რომელიც მოგდებს თუ არა? არავინ იფიქროს რომ რაჭველები შიშმა გააქცია. სულაც არა, გაურკვევლობამ. რომ სწოდოდათ რას ერჩევდნენ დევრები, ან რომელთან ჰქონდათ საქმე. ის ერთი დაელოდებოდა და გაუსწორდებოდა. გავიხსენოთ როგორ მოექცა ყაჩაღებს მარკოზის ბაბუა, ისიც მარკოზი. მაიტა ხურჯინი. მოვეცი ხა მაი ხურჯინი გეუბნებია. მაიტა მოუსვია ქედანა და კრინტიარსა დაგრათოლე თავს, ძილში მოგაჭრი. ამისმინეთ ჩვენი ჯირიმი. გამეხმარე. ასე როგორ გამოყო თავის სოფელ ქვეყანაში. ერთ ჩოხის კალთა გამოიხრიტეთ წვით. სყებსაც შევაშინებ და სახსით თავს გავიმართლებ, შევეწინააღმდეგ ეკეთქვა. მესროლე შენი ჯირი. ესროლე?
ერთ უნდა კიდე მესროლეთ. მედი შეწარეკე. ახლა არ ქითა გვერდზე. დაგაბრიყო, დაბალ კატენონდა. დიდხან უნდა გატენა. დიდხან, აბა დასკიდე ახლა. რას? აი, ხელი შევირო მეთქი. აი ხომ ხედავთ რომ გამბედაობას ყოფნით რაჭველებს და ეშმაკობაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეპორტაჟს. შეჯიბრის დაწყებიდან 2 დღე გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა აფროსიონ რაჭველიშვილი. გადავგვია სიზმრება. გამარჯობა. გამარჯობა. გამშვებით როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? რა ის გადარბი ვარ და. როგორ წააგავს მისი სირბილის რიტმის სიმღერას, ადრე რომ მოვისმინეთ. დაუგდეთ ყური? მე მგონია რაჭველების მომღერალთა გუნდი ჯერ არ გაჩერებულა. სიმღერის სიტყვები იგივეა. იდუმალი, ბრავლის მთქმელი. რამდენიმე სიტყვა საჭმელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭველები საუკეთესო კულინარები, მზარეულები, კონდიტრები და ხაბაზები არიან. ადრე უმაღლესი კლასის ყველა ღირსეული რესტორნის მზარეული რაჭველი უნდა ყოფილიყო. დღესაც მომსახურეობის სფეროს გვარდიას ძველებურად რაჭველები შეადგენენ. საჩივრის წიგნი მომეცი ამხანაგო. რა გინდა საჩივრის წიგნი ოქრო? და გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე. მე ფული დღესაც გინდა რომ გაიხადო. ეტევი ხადო კი არა ის არ გინდა. კატლეტი ვჭამე და მოვიძამლე. 20 დღეს საჩივრის წიგნში უნდა ჩავდე რომ მომხმარებელს დამპალ ხორცს აჭმევთ. შენ თუ ინტრიგანი არ ახარ. ჩვენ კატლეტში ხორც რა უნდა? ბოდიში. აბა მარგოზა. ერთი ეს მითხარი, რა სიზამ ტყეში დათვირო შეგვდეს. აქედან თუ იქიდან? შენთვის რა მნიშვნელობა? იქიდან. თომს ვესვრი შეგასო. რომელ თომს? სანადირო თომს, პულკას. თოფი თუ არა გაქვს? ნაჯახს ჩავარ ტყამში თავში.
ნაჯახი თუ არ გექნა? ნაჯახით არა მაგა. ფიცალზე წამოვაგე. ფიტალიც თუ არ დაგირჩა? მაშინ ხანჯალს შავცემში გულში. ხანჯალით თუ სახში დაგჭა? სახში დამჩა. არ წამამიღია. არ დამოგიღია. მაშინ გავიქცევი, აღარ ავხნა. როგორ განსწრო? ხეზე ავძვრები. ხე თუ არ არის ახლო მახლო? რა დაით გავიჭები და ის ხე არ არის. შენ არ იცი თუ არა არის ასეთი ტყეები, უხეო. ყველა თქვენ ჩემი ნათესავები ხატუი დათვის, კაცო. გამარჯო. დამისხი ერთი ჭიქა ბძე. მჟავე კიტრი. Okay. რომანოზა! ეს რა ვნახე, კაცო? რომანოზა! რა გამე? ბიჭო, კაცი შემოვიდა ბუფეტში, რძედალია და მჟავე კიტრი არ მიაყოლა. გასაბაროკო, არ დავიჯერე მაგას. მართლაც გაუგონარი შემთხვევაა. მაგრამ უფრო უცნაური ამბებიც ხდება. შეხედეთ? საიდან, როდის, რანაირად მოახერხა აფრასიონმა შვენიერი დესპინეს გაცნობა. გაცნობა კი არა, ცოლად მოყვანა. ხოჩახ აფრასიონ? გილოცავთ. ხოჩახ აფრასიონ, ხოჩახ. თუმცა, სირბილაძეს ჩამორჩა დაახლოებით სად არის ახლა ჩვენი ჩემპიონი? ურში ჩასახუდებელო რანული ჩემო ხატო ჩემო სისხლო რანული აურა ფერგაბიჭირდა რანული უშენობით ქუთაისო რანული რანული უშენობით ქუთაისო რანული 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 უშენობით ქუთაისო რანული შეიძლება დამავიწყდეს რანული ქუთაისო გეკითხები რანული მაგრამ დიდა საფიჩხია რანული რიონი და თეთრი ქვები რანული 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 რიონი და თეთრი ქვები რანული რანული რანული
რატომაც არა? ჩემპიონს სრული უფლება აქვს, არა გეგმიური, მაგრამ აქტიური დასვენებისა. რადგან მან აფრასიონს გაუსწრო დაახლოებით Московское время 10 часов. ჩემი საათი რაჭულად ამუშავდა. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთებში. გამარჯობა ვიგენი. გამარჯობა. სამუშაოზე რა დაგვიანე რომანოს? ო, ავიძარა გამიმფუჭდა. რა სამ. აბა. სანდრი გარდა. ჰა. რაშო? რადე მართა შეგაც. არ დადის და არ დრეკავს. აბა. დიდი ხანია. არა. ორი წელი გადი იქნება ასე. მე რაღაც ვცდი შეგაცო, ხელოსან სწავლობ. ეს რაღაცა სარისკო საქმეა, სულო გამიფუჭოს. ვიგენდი, რომელი საათია თუ გაცხა? ეხლა ეხლა აბაგუში. ო, მოიცერთი. ნახე ერთი თუ გაცხა. ნახო ერთი. 15 უგლი. აი. გასოგლია 15 ბიჭო. ხო. გასო, პატარა ისარი არა აქვს, რას მიჩერები ხარ? არა. მე რა? შენ პატრონს. მარგოზა. რა დროა ახლა? ახლა დასწენების დროა. ორაც ხელა. რას თხე თუ იცი მარგოზა? 54 შეგვიძლია ვერ ახედა. დააჯექი შენ. მერე მიწას სადაკრე. მიწა ეგერ გამაქვს მდინარის ნაპირზე და იქხავდი. ესა შორს. აბა რა უყო შეგა. რა უყო და აქან ამოთხარე მეორე ორმო. ეს მიწა შეჭაყარე. რა გაგეგვიდა? სასარგებლო და საქმიანი რჩევა. ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გავუზიაროთ გამოცდილება. რაჭველებს, როგორც სხვა ღირსეულ მამულიშვილებს, უყვართ ახლობლების დახმარება, კეთილი რჩევა დარიგებით. მიშველი ბიჭო, მიშველი. ათუნიკა ბიჭო, ნუ გაშინია, ჩამოხტი. რომელი ხარ ბიჭო? ვერ გადმოვხდები ბიჭო, ვერა. აი ბიჭო, მიშველი და. არა, ვერ ჩამოხტი. გადმოხტი. ვერა ბიჭო, ვერა. გადმოხტი, დაბა. ბიჭო, კიბე მომიტანე, ათუნიკა. რეი. უიმე კიბე გვერდ მიდე შეგაძო. გვეგმოწდება აკა. ვერ ჩამოდის დაბლა ხომ? ვერა. მოიტანე თოგი. ახლა. თოგი? ხო. თოგი. ეს სროლე მაღლა. რა თუნდა იმას თოგი? მოიცა კაცო შენ. რა მოგივიდა კაცო? აბა როგორ გინდა ჩამოიყვანო დაბლა? ეს სროლე. ხეზე ნუახვევ, ხეზე. ხელზე მოიხვიე, ხელზე. ხელზე მარა რა გამოვა? ახლა მაგრად
ჩაეწიდე მაგდოქს, მაგრად. შენ კიდე დაკაჩე. მოიცა მარკოზა შეგადო, მოიცა, მაგრად კი არა მაგ ხელი მოგიდებული, რა გეჩქარა. მოიცა. ერთი. ორი. მოიცა მარკოზა. რას მერჩოდი თქვენ კაი ხალხო? ვერ ვიჯექი ჩემ თვირიქანა, ა? რატომ მოიტანე თოგვი? ეს არის ბიჭო ჩამოყვანა. რა ვიცი კაცო, ამას წინებზე მურმანა ჩაგვივარ და ჭაში და ამნაირად ამოვათრიეთ თოგით. ამ დროს კი აბიბო სირბილაძე ამაყად განაგრძობს თავის ტრიუმფალურ რბოლას. მას ტარს უკრავენ თითქმის მთელი მსოფლიოს დიდი ქალაქების მშვიდობიანი მოქალაქეები. როდი საიდან როგორ? ნუ თუ უკვე 9 თვე გავიდა. დაუჯერებელია. და ეს ყველაფერი მოხდა გაუჩერებლად. აფრასიენსა და დესპინეს ხომ ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიან სირბილი. ახლა კი ამ ურთულეს სუპერმარათონში მთელი ოჯახი მონაწილეობს. რაჭველიშვილების სამეული, წავედით. რომლებიც უკვე დიდ ინდუსტრიულ ქალაქებს უახლოვდებიან. ჩამოვიდნენ ერთხელ რაჭველები დიდ ქალაქში ნათესავის დასაფლავებაზე. აბა, საბოშო. წავედით ახლა. წავედით. მოიცა, სად მივდივართ ახლა ჩვენ? რა არიცი რა სიგულისპინ ჩამოხვედი კაცო. სადადა საწოდავი მინა გორდეზიანის პანაშვით. დავიდეთ აბა. დავიდეთ მარა. რა მარა შეგა? რომ მივდივარ, სად მივდივარ? მისამართი თუ იცით რომელი? რა მისამართი არის კაცო? არ ვიცი. არ ვიცი. არავინ არ იცით მისამართი? არ ვიცი. არ ვიცი კაცო. სოფელში ჩვენებს ეწონებათ მისამართი. ამ აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მართალი არის ეს ბოშვი. მართალია. მაგრამ ჩვენ გვიშვედება ახლა. სოფელში გავაგზავნოთ, დეპეშანა შევეკითხოთ. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფო. სადგურის მოედნის პოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეთ. წეთი. დაწერილი გაქვს დეპეშა? მაქვს. დრო გადიოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სცენარეებიც კი ეგუებიან ახალგარემოს. ასიმილაციის დიადი თვისებით ხასიათდებიან ადამიანებიც. რაჭველების ნელ-ნელა გათამავდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მათ უკვე მოედნის სხვადასხვა კუთხეში ნახავდა კაცი. ფიზია ბიგენ. რომელი ტრანსპორტია ყველა ეს? ტროლეიბუსი. რატო კაცო? დამული თუ ასე გარბის ბოშო რო უშვარასის.
შეხედე. გაიგე. ვერ მემასწავლე, რომელი ტროლეიბუსი მიდის საბურთალოზე? მე-12. მადლობთ, ოქრო, მადლობ. არაფერს. მოქალაქე, რას უცდი? ტროლეიბუს. მე-12, 7 უკვე გეიარა. აი რა. გაგზა, მოვა. 9. შეღამებულზე როგორც იქნა მოვიდა პასუხი რაჭიდან. მარკოზა. მოვიდა პასუხი სოფლიდან. შენ აღმერთმა. Министерство связи СССР. Телеграмма. Куда кому? Садгурис поста მოკითხვამდე ვიკენდი გაგნიძეს. შენი ყოფილა ბიჭო. ჩემი ყოფილა. შეკითხვაზე ვიცი თუ არა განსვენებული მინა გორდეზიანის მისამართი პასუხობთ ვიცი თანასოფლელთა სახელი ჯემალ გაგნიძე. წავიდეთ აბა. წავიდეთ. საით გაგიწევიათ მოკეთეებო? მისამართი თუ იცით? ჯემალ გაგნიძე ვიცის. რაჭაში. სტარტის დღიდან რამდენიმე წელიწადი და 2 თვე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ რაჭველები კარგი მორბენალი ხალხი მატარებლითაც მარჯვედ დადიან. ჩვენ ვიცით მატარებელთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რაჭველებზე. გამარჯობა ვიჯებო. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. სალამი განსო. შორს მიბრძანდე ბატონო. მე ქუთაისში პატივცემულო. ჩვენ ზელაში. რა? გინდა რა? მე ძალიან სწორი გზა მაქვს განაცვალა. ხარკოვში მივდივარ საქმეზე. ეს როგორ გაცა? ხედავ შენა. ზედათარო ქუთაისში მიდის. ქვედა თელავში. ეს აგიდება ხარკოვში. ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა. აბა, თქვენ საით მიდიხართ რო? რაჭაში. მარკოს, გამარჯობა. ой, ჩინცობიცავსა. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათარმევი წექში ვიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგასო. ვისთვის გამეცვალა არავინ არ იყო მატარებელში და. სასაცილოა რა. მე კი მგონია მარკოზი სწორია. სხვაგან რომ დაწოლილიყო, ხომ შეიძლება ბილეთი ამ გზავს გაეღვიძებინა. დაფიქრდით?
თქვენ იფიქრეთ, მე კი ისევ ჩვენს მარათონელებს დავუბრუნდები. ჩემპიონი კი მიხვება ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელს. საჰარის ტრამალები. მარათონისთვის ძალზე ძნელი, უმძიმესი პირობები. არც ჩრდილი, არც წყალი. გავიხსენოთ რაჭა. რამდენი წყალია რაჭაში? ნებისმიერი წყალი. მინერალური, წყაროს წყალი, მჟავე წყალი, მდინარის წყალი. ტყუილად კი არ ამბობენ გასაცდელი ჟამს რაჭველი ქალები. რა ვქნა, რა წყალში გადავარდეო. აქ იმდენია წყალი. ისე დიდი არჩევანი. ეს რა არის? რა ხმაურია? აკლემების ქარავანია თუ მარტორქების ჯოგი? ვარ დაიღალეთ. არა, აფრესიონ საყვარე. ჩემპიონს უჭირს, ჩემპიონს ესმის ავის მაუწყებელი ნაბიჯების ხმა. მაინც ვინ გაიმარჯვებს. ის რაც წინათ იოლად ჩამდა, ახალ სადაოდ იქცა. სირბილაძე თუ აფრასიონი თავისი ოჯახით თუ აფრასიონი თუ სირბილაძე. აქ უკვე ნიძლავი და კამათი შეიძლება. რაჭველებს კი უყვარს კამათი. მათ იციან ნიძლავისა და კამათის ფასი. გამარჯობა რომერო შენი. როგორ გავამარჯვე? მოდი, გამოწარა უთხრათ ნიძლავზე მე და შენ ერთმანეთს, არ მინდა. რატომ? იოსან მომიგები ვიცი. შენი მანეთი ჩემი თუ მან. დაჯე. აბა რა არის? თხაში შებრინდა და შავი იყო. შავი იყო? ხო. შავი თუ იყო, გამეჩი იქნება. წავიდე. შაშვი იყო. გამეჩი როდის იყო როფერდა კომუშვარა. ხო გითხარი თუ დავაგებ მეთქი არა. ახლა შეთქვი, შენი რიგია წესით? ჩემი. კედელზე 3 ფეხით შევედ და 4-ით გამოვედ. მეტა რა უნდა იყოს? ჰა. 3 ფეხით შეხვედი და 4-ით გამოხვედი გაზო? მე მგონი 3 ფეხით შეხვედი 4-ით? კი მაგრამ მე 4 ფეხის დაიდება შედო? ჰა? საგმეს მაგაშია რა. 3 ფეხით? ეს ის არის ბიჭო ის. არა, ზოგوار. არა. გასტა თავი. კაია ბაზავაგე. გამოვში. აშე თუმანი. როგორ მითხარი თუ კაცი ხარ? რა არის ეს? ჟერმანეთ, შენ გეკუთვნის. ვერც მე გამევიცანი. როგორ როცა? რა ვარ და 4 ფეხით როხა კი არა ვარ დეგალდა. ვაუ! ფინიშამდე 2 კილომეტრი დარჩა. რა შეაფრასიონი საიდუმლოება, როგორ შეძნო ოჯახის შექმნასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნება. როგორ გაანაწილა თავისი ძალა ამ სუპერმარათონის განმავლობაში. მასვე მიმართოთ ამ შეკითხვით. ვერ არ დამთავრებულა. აბა, მომღებით. არ მიკურს პასუხი რომ ვერ მივიღე. წინდა ხედულობა და სიფრთხილით მიდგომა დაკისრებული საქმისადმი ყოველთვის გამოარჩევდა რაჭველ კაცს. ხახახა კი ამოძვა და შეგადა. რომელი სოკოა? ნიღვია. ღმერთების საჭმელი. შენ თუ ჭამე. არა. ხოდა ჯერ შენ გასინჯე. მე ვერ გავბედა ლოქროებო. მართალი. რა მართალი კაცო. რა და სოკოა. იებო. ჯერ ამას ხوار გავასინჯოთ. მიუტანები კენდი სოკო.
კიდე ბოშო. ნახე ერთი რა მოუვა. იქით. ერთ საათს ელოდნენ რაჭველები, ორს. არ ჩანს ბიკენდი. ბოლოს მარკოზმა ამოიოხრა და ერთი მაგი დედაცავადირე, რაც იქნება, იქნება. გეფიცები ასე იყო თქო, ფერავა შეგას. საიდან მოიგონებ ხოლმე ახლა მაგას? თუ საიდან გიან აჯახი უთხრი ბანჯგულიან თავში. ბიკენდი რა არის ძაღლუკა? მოკვდა ძაღლუკა. არაფერი გამოდის და რა ვქნა. არაფერი გამოდის. როგორ დავიღუპე? რა შევი რომანოზა? შენ გინდა რომ მოიწამლო ბიჭო? ვიწამ რატომ უნდა მოვიწამლო? ძაღლუკა რომ მოკვდა? კი, მოკვდა უბედური. მანქანა დაეჯახა. მანქანა? კი. მანქანა? ხო. დაძაბულმა მოლოდინმა აპოგიას მიაღწია, აი საცაა დამთავრდება საუკუნის სუპერმარათონი. დამთავრდება იქ, სადაც დაიწყო ჩვენთან ქალაქ ონში. რა მოუვიდა, რა შვება? როგორ თუ რა ასად? ეს ახლა ნერვიულობ დასაშვება. ფინიშამდე 20 მეტრი გადარჩა. დიახ, მთელი ძალები ამოწურა აბიბო. მაგრამ ეს რა ხდება? აჰა, რაჭველი მაინც რაჭველად რჩება. ის არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობა. ათაშორის ეს სასაცილო ისტორიების თავის თავზე მოიგონეს თვითონ რაჭველებმა და არავინ სხვა. დაიმახსოვრე თვითონ რაჭველებმა. ჭეშმარიტი კეთილშობილება. მათ პირველი და მეორე ადგილები გაიყო. ოქროთსა და ვერცხლისა და ოქროთს. აფრასიონი მოიქცა ისე როგორც ნამდვილ რაჭველ სპორტსმენს შეეფერება. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სუპერმარათონში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა. აი საიდუმლოს ამოხსნაც. აი პასუხი. ჩემთვის ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ წინაპრებმა და მათ შორის წერეთელმაც რაჭველებს დაუბარა იყვნენ კეთილნი, შრომის მოყვარენი, მებრძოლნი, მიზანსწრაფულნი და გონიერნი.
რაც შეეხება სისწრაფეს. ნუ დაუჯერებთ ამ ანეკდოტებს რაჭველებზე. ხომ დარწმუნდით, რომ გამარჯვება მხოლოდ სისწრაფეს არ მოვალოს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ხანდახან. ჩვენი ცხოვრება ხომ მარათონია და არა სპრინტი. ახლა კი დროა გითხრათ ერთი ჩვენებური ანდაზა. რაჭველებს დიდხანს რომ უყურო, თვითონაც გარაჭველდებიო. ასე რომ თქვენც, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ცოტათი გარაჭველდით.